შემოვიდნენ ნოსებისა და რუსების დაჯგუფებები სოფელ ატოჩი, რომლებმაც დაგვიჭირეს და წაგვიყვანეს დასატყვევებლად. იქიდან 3 კაცი წაიყვანეს ჩვენგან, 3 კაცი. და შემდეგ მოხდა ის, რომ დაესწრნენ სოფელ ატოჩს. და კიდევ გაძარცვეს სოფელი. რაც აქ ქონდა თუ არა ქონდა, წაიღეს ყველაფერი. სანოვაგე, დოვლათი, ბარაკა, ოქრო, ფული, თუ რამე ქონდა სოფელს, ყველაფერი გაიტანეს. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ დაწყნარებისკენ პირი არ უჩანს არაფერს. ისევ და ისევ არეულობა, ისევ და ისევ შემოჭრები, ისევ და ისევ ხალხის დატყვევება და გატაცებები. და შემდეგ კიდე მთელი სოფელი დაატყვევეს და წაიყვანეს ეკლესიაზე. იმ ადგილას ვიყოფებით, ეხლა სადაც ამოგვიყვანეს ხალხი. აი ეხლა მივდივარ ზუსტად იმ ადგილას, სადაც დააგროვეს ხალხი და სადაც ანაწილებდნენ. ვინ საით უნდა წასულიყო, ვის სიკვდილი და ვის სიცოცხლე. ქალები რო გადაარჩიეს, ბავშვები გადაარჩიეს. და ასე შემდეგ კიდე კაცები რო ამ ადგილზე გაგვალაგეს ყველან სიგრძეზე დასახოცად. და გვიხსნა ჩვენმა წმინდა გიორგის ალოცომ სულან, რომ არავის არაფერი არ დაუშავდა და ყველა უნებლები გადავრჩით. აჰა, ეხლა მზად არის საკვებინი. მოვლენ ახლა ჩემი ფუჩინები და მითმევენ ვახშავსა. ასე უზადებ ხოლმე ყოველთვის საშვილო. ასე უზადებ ხოლმე, მაგრამ ვთქვათ, აბა სოფელია შრომა, თუ არ ვიშრომეთ, რა უნდა ვჭამოთ, როგორ უნდა ვიარსებოთ. მიუხედავად ომის საშვილო, რა დღე გამოვიარეთ. ომის დროსა, ჩემო გიორგი. რას ვიზამთ, არსებობა გვინდა, ვაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც შევძლებთ, ისე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვიარსებოთ, ვიცოცხლოთ, შვიდობა იყოს ოღონდ და თუ კიდე მე დღეს შემოვკვდე, არ დავეძებ ჩემ თავს. Ai, assim. Eu te caí que eu logo não dá. Chama de gosto não dá. Cabelo, tá? Itinho. Itinho, do cabelo da. Hadi aqui. Aqui é só. Ai, de que eu vou. ჩვენი მეგობრებშიდობა მეგობა რომ საფარი ვიღებს სასმის შრობით სასეს დაასრულს ყველა ვაბრენდელო ყველა ჩვენს ქვეყანას კვლავ დაასრულებს სავითარი აღჭო ჩვენი გამარჯვება ჩვენი წვილი მომავალი არის სწორი შემოვიჭო მოდი ახლა დაგმიშლო
ეს არის უძველესი ტაძარი დაახლოებით მე-10 საუკუნეში აშენებული ძველი წმინდა გიორგის ტაძარი, რომელიც სასწაულმოქმედი იყო, გამოცხადება იყო წმინდა გიორგის, რომელმაც ქველეშაპი განგმირა, რომელიც ადამიანებს ხელს უშლიდა ტაძარში შესვლას. თავიდან ეს ტაძარი იყო პატარა, გარეთ კედლებზე ძველი ადგილები ეტყობა ძველი ტაძრის. შემდგომში რუსებმა ეგზარხოსებმა ეს ტაძარი აღადგინეს და უფრო გააფართოვეს და რუსული გავლენა ეტყობა. ამ წუთას ეს არის კონფლიქტის ზონა. სულ რამოდენიმე მეტრში, დაახლოებით 200-300 მეტრში რუსული ჯარი დგას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძლიერი სალოცავი, აქ მრავალი სასწაული აღსრულებულა, ხალხი არ ირიცხებს ამ ტაძარს, მაინც ამოდიან, აღენიშნება დღესასწაული, დღეს აქ წირო აღავლინა აღალყოლადო სამღვდელოსმა რუისის და ურბეთის მიტროპოლიტმა იობმა და მასთან ერთად მისმა სასულიერო პირებმა და მთელი ეპარქიის მრევლი იმყოფებოდა აგრეთვე თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და აღსანიშნავია, რომ ეს არა მარტო დღეს ხდება, არამედ სხვა დღეებშიც აქ უამრავი ხალხი ამოდის სალოცავად, თავისი სულიერი იქნება, ეს მატერიალური იქნება თუ ავადმყოფობის მხრივ თხოვნისათვის, სალოცავად და ოჯახის კეთილდღეობისათვის. წმინდა გიორგი, შენ შემოგევლე, შენ მათს ვერაცვალე, შენ გაგვაჩინე, შენ დაგვაჩინე, შენ შემოგევლე, შენ დაგეწამლე, შენ იყავი ჩვენი მფარველი, ჩვენი მშველელი, გერაცვალე, წმინდა გიორგის მადლობა ძალო. შენ შეეწიე ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს, ჩვენს მომავალ თაობას, შენი ჭირიმე, მშვიდობა იყო, მშვიდობა. არაფერს გთხოვ სხვასა, გერაცვალე, არაფერს გეფეცები სხვასა. შენი ჭირიმე, წმინდა გიორგის მადლობა ძალო, შენ შეეწიე ჩვენს საქართველოს, ჩვენს საცოდავ ქვეყანას, წმინდა გიორგის მადლობა ძალო. შენ შეგვეწიე, შემოგევლე შენ. შენ იყავი ჩვენი მფარველი და ჩვენი მშველელი. შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე. ქვეყნად მშვიდობა დაამყარე, მშვიდობა გენაცვალე, მშვიდობა, სხვას არაფერს არ აღთხოვ, გენაცვალე. მშვიდობა იყოს შენი ჭირიმე ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებშიც კი არ აღთხოვ ჩვენს ქვეყანაში მარტო. ჩვენს მომავალ თაობას მიეცი გზა ხსნილი, რომ იყვნენ ქვეყნის მოყვარული, ქვეყნის ერთგული, ქვეყნის მშენებელი. შენ შემოგევლე, სხვას არაფერს გეკვეცებით, სხვას არაფერს არ აღთხოვთ. ეს იქნება ჩვენი თხოვნა შენს მიმართ, ჩვენო წმინდა გიორგი, ჩვენო სალოცავო. ხატებო, ჩვენო მადლებო, ჩვენო მშველელებო, დაშალეთ ფრთები, თავისუფლებისაკენ იფრინეთ, დაამყარეთ მშვიდობა ქვეყნად, რომ აღარ აქონდეს არავის შიში, არავისი მოძალება, არავისი ჩუდი, დამოკიდებულება. ვიყვეთ კარგად, ერთგულად ხალხი, ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ თავისუფლებისათვის, თავისუფალი ცხოვრებისათვის, თავისუფალი